ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს საბერძნეთში. თითოეული ისტორია რეალურია, თითოეული ემოცია ნამდვილი. ოფიციალური მონაცემებით თესალონიკში რეგისტრირებულია დაახლოებით 6,000 ქართველი. თუმცა არაოფიციალური მონაცემებით რაოდენობა 100,000 აჭარბებს ან უფრო მეტია. საბერძნეთი, თესალონიკი, 2025 წლის ზაფხული. ემიგრაცია, სერია პირველი. Καλημέρα φιλαράκο, καλά είσαι? Καλά, δόξα τω Θεώ. Και εσένα, καλή εβδομάδα. მოხვედით? მოასწარი ყველაფერს ყვა? რაც მოასწარი მოვიტანე. გურა, მოდი მომეხმარე მა. ეს გადააგდე მომი. მოდი ამას დაგილაგეთ, შეიტანე და მეზე შემოვიდა. მიდი დაჩქა. დაი. ადააწუნე ცოტა. დაი. Hatta მაგას მომრჩი ბეზეთები დაალაგინე თაროზე რა. დაალაგე. გაიცი? მართლა, სიტუაცია დღეს ბავშვი მე მყავს. ზე მუსიკაზე და კინოზე, ასე რომ დღეს მაღაზიაში დაიჯერე. ძალიან კარგი. არა უშავს. ბოლოში გააკეთე მაგ საქმეს. ევგენიას მეგობრებო. მოასწროს გამზადება, თორე ისე იპრანჭება 2 საათი ველოდებით. ცელოფნები, ამის გარდა არაფერი არა კიდე? მარტო ეს ერთი ბაჭკა? სალამი, როგორ ახლა? ხარ? კარგა. რავი, რა გვეჭირს? ავახარ, გიორგი, ავახარ. ბიზნესის საქმეები. რამდენი ხანი არ მინახე ხარ, აბა, როგორ ხარ? ხელა ხო? ჩამოვედი, შენდაკარგული და ჩვენ გვეუბნები საყვედო. ბარაკა. ზიან საბერძნეთში დაგვიბრუნდი. ისიც ჯობია ნამდვილად. როგორ მიგწევია ხარ? არა უშავს, რა გვიჭირს? უძილად ციცხეს? აბა, როგორ მიგწევია? არა, მადლობა. ილია ლუდით არა გიკისრებდი ძმა? ოთო. ცივი ცივი ლიმონადი მიაწოდე. რა თქმა უნდა. რა ლიმონადი გინდა? ფერებში. პატარა დიდი? დალი? ბავშვები? ბავშვი ასეთ შეღწევს. ბიჭია. პატარა ასე რომ დაიკვები მიხედავენ. კი კაცო. როგორ ახარ სხვა ხარ და რამდენი ხანი არ მინახე? უძლებთ. შვიდი თვე იქნებავი, ჩამოვედი. მაინც სახსარჯობია არაფერი. ეგ თავის და მაშინ ბევრნო ოჯახი გარდა. ჩვენი მეორე სახლი მაინც მეორე სახლია. მეორეა თუ მესამეა, მაინც ჩვენი სახლი აქაა უკვე. ასე რომ რა დავდივართ ხოლმე ახლა. წეკვაზე გამოვდივართ ხა. გამოსვლა და მოვასწარით, მოვალთ. მოვასწარით, იმიტომ რომ იშვიათად ხდება ხოლმე ასე კარგად ორგანიზებული საღამოები. ნუ საღამოც არ ქვია, დღე იქნება, მაგრამ გაგვეხარდება რომ მოხვა. სასიამოვნოა ძალიან ბავშვების ყურება. შენი გოგო? ჩემი გოგო ეკლესიაში მიდის და მე გაკვეთილი აქვს. და ვეცდებით რომ შემოგიერთდეთ
აი, იქ იქნება. თორე გნახავთ, რომ დავაკანონოთ ერთი დღე. გამოსვლა თუ მოხერხეთ. თუ მოვასწარით სიამოვნებით. გუშინ სამწუხაროდ თეატრში ვერ ვიყავით. დიდი მადლობა. გდახავთ ხვალ ძებ, ხო? აი, აბა კარგად. შევხვდებით, აბა უღრესი მადლობა. გამზადებულია წასაღებად. გავაკეთოთ, მაგრამ ევგენია წასაყვანი. წავიყვან, ხოლმე. ევგენია! ევგენია! არ ჩამოსულა? ჩამოსულია. არ ესმის, ხმაურია და არ ესმის. ევგენია! დე! მოდი. არ დავაგვიანოთ, სადიკო წირვაზე მიყავ ხარ მამას. მამა შენ არ შემპირდი რომ ნაყინზე დაასასენო. წირვაზე წავა მუსიკის მერე და მერე წაგიყო ნაყინის გაჭმე მომიყო, კარგი? მუსიკის მერე ვარ. ჯერ ის გააკეთე რაც წირვაზე დაგეგმილია წავიდე და და მე. დაგოგვიანდეს და მერე. ცივი ნაყინი და ცივი ყავა. მიდი თან ტიმორო გამოვარდქო და თან დამოგვიანდეს ხო, წავიყვანო. ცოტა ხანი დამიჯექითედი რომ გავამზადოთ. ამი მივიდივარ. ნაყინზე და პატიჟება არ დაგავეც. გაკვეთილის მუსიკის მერე. გაკვეთილის მერე. კაი დრო გაატარეთ. და ლამაზად. ჩქარა დაგოგვიანდეს. ლოცვის წაკითხვა არ დაგავეც. დავით მომ. მამი, წავიდე ხოლმე. წირვას დავისწრო, თან დაგოგვიანდეს. წამო წირვას დავისწრო, ჩემი ლამაზი გოგო, წამო. მომხელი? მუსიკაც მაგ და ღია გაკვეთილიც. ხო, მამი, გო. და მე წავიდეთ საჭმელად. აუცილებლად, რა თქმა უნდა, მამა. წირვის მერე, გაკვეთილის მერე, ჭამოთ და მე მუსიკაზე წავიდეთ. კარგი? კარგი, შემოსხარ. წამოხარ წირვას დავესწრო. ზამსეთი ღმერთი მამა ყოვლის ამპრობელი შემოქმედი ცადა და ქვეყანისა ხილულთა ყოველთა და არახილულთა დაეთილფალი იესო ქრისტეს ღვთისა მხოლოდ შობილი მამისაგან შობილი უძინარეს ყოველთა საუკუნეთა ნათელი ნათლისაგან ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტი შობილი და არაფრილი ერთ-ერთ სიმამისა რომლისაგან ყოველი შეიქმნა რომელიც ჩვენთვის გასცდასთვის და ჩვენი საცხოვრებისათვის გარდა მოხდა სიცი და მოხსნი შეისხა სულისაგან წმინდისა და მარიამისგან ქართულისა და განგაცნა დაჯვარს ესა ჩვენთვის პონტოელისა ფილადელფიაზე დაიმო და ავსკამესა დღესა მსგავსა წერილისა და მაგდაზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა
კასანდროს ცოლად ჰყავდა თესალონიკე ალექსანდრე მაკედონელის და ქალაქს მის საპატივცემლოდ დაარქვა მეუღლის საპატივცემლოდ თესალონიკი. თესალია, რომელიც ბერძნულად გამარჯვებას ნიშნავს. მამი, რაც დაკვირდი, აგისვე, ნაყინი გიყიდე. შენ კარგად უნდა ისალო, ხო მამი? წამოეხა ნელა წავიდეთ ორი და გვაგვიანდება რა გაკვეთილზე. კარგი მამი? მიდი, წავედი. ჩამოხდი და გადაგზა ჭამო. წავედი. მოდი ხელი მოვკიდოთ ხელი. ფერები. ვიზაც გაჩერდება ის სიტყვის ლექსი. მას ფეხბურთელები მე. დაიწყე აბა შენ. აუ. ფეხბურთელები. ვინ დაიწყებს? დაიწყებს ანამარია. ფეხბურთელებში გავაკეთებ. ფეხბურთელები გითხო. ძველი. ლურჯი მათე. კალისფერი შენ? ყავისფერი. დაიგვიანე? საშელი 10 ლექსი. უდო დაგსაჯო, უდო გამღეროთ. 50 ლექსი. იმღერებ? არა, მას 50 100 ლექსი. 1 ლექსი. 100 არა, 50. სიმღერა. თუ ერჩეს თავს გაგიგე. ესე იგი, მოდი. ვის უნდა რომ იმღეროს ხელი ავიწიოთ. რამდენი ვარ? 1 2 3 4. ამან რო იმღეროს, თქვენ კი არა, კაცო. 1 2 3 4 5. ესე იგი ყველას გინდათ. უდო იმღერო, მეტი გზა არა გაქვს. იაგუნი. აბა მითხარი, შენი საყვარელი ქართული სიტყვა რომელია? ოჯახი. ოჯახი? ოჯახი რომელ ბრუნვაშია? სახელობი. რა უნდა იმღერო, მითხარი ყურში. კარგი ხესტამას. კიდე ერთად დავიწყოთ? თუ შენთან დაიწყებ. მე. მიდი. ქარიგი მღერის ნანასა ზღაპარსკი ამბობჭადარი ძეცნა მალერსი თამავსო ეჭვებით ნავადარი საქართველო ლამაზო სხვა საქართველოს სად არის საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სად არის ტაშ დაუკრა ბავშვებო ნახეთ რა საყვარელად არის ეხა ვიზეც გავჩერდებით ის იტყვის ფერებზე ვითამაშოთ თუ ქართულ ფეხბურთელებზე ქართული ქართული ფეხბურთელები არა კარგი მეკარე ბუფონი სტრაიკერი რონალდო მამარდაშვილი მეკარე ქაუტაძე ჩემი ჯერია? მე ვინ თქვა? მე ვიტყვი? ვინ თქვა? კოჩორა. დაცვა. ხანია მარცხენებთან. მამარდაშვილი. მახო, გაგვეჭედა. მახო, კარგი მაშინ. მოიცადეთ. ანა მარია, ლექსიკინდა გითხრა თუ შენი საყვარელი საჭმელი? ჩემი საყვარელი საჭმელი რომელია? პასტიცია პასტიციო? ქართული საჭმელი არ გიყვარს? წვადი ალამზე შემწვარი კახეთში თუ ყველა მწვადი? ყველანაირი? ესე იგი, საქართველოს კუთხეებიდან ყველაზე სასაცილო ხალხი საცხოვრობს და ყველაზე ოხუნჯი და მხიარული. გურიაში თქვენ იცით, რომ ჩემი საყვარელი მწერალი ზუსტად გურული არის. ნოდარ დუმბაძე. ეხა მინდა გითხრათ თქვენ რა, როდესაც სამშობლოზე ვლაპარაკობთ, მას ის ხუჩა მასწავლებელთან გაგვიანდება ჩვენ. თქვენ სიმღერაზე უნდა წახვიდეთ, ხო? ხო. ნახვამდის. აბა წარმატებები დე. აბა ბედნიერი ზაფხული. თესალონიკში მშობლიური ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად 5 წელია ფუნქციონირებს ქართული სკოლა. აქ უკვე 150-ზე მეტმა პატარა ემიგრანტმა ისწავლა. სკოლა საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით გაიხსნა და სრულიად უფასოა.
აუ ბიჭო იმაგის მუდამ მოვიწყდა. მაგრამ აი ისიც ხელა არ ვიცი თუ აუ იგივე ხო. წავიდა. მაგრად ჩავატარე და პარა. წავდი ხუჩას თუ არ დავაგვიანეთ. გამარჯობათ. ო ბაიგო მოდით. კარგად თქვენ? ბიჭო კი. დღეს ერთად ვიყავით და ვიცოდი რა. ეს არა. დასხები ვაშება დასხები. მე ახლა ძალიან და გიტარები ცოტა ისეთ ინსტრუმენტები შედადეთ რომ არ გამოვალდეს, ხო? ხო, ძალიან. ხვალ ჩვენ მივდივართ ფესტივალზე ათენში და ვერ ხერხდება რანაირად რომ ჩვენ დავასწროთ ამ ფენას, ხო? კულტურული დღეების საწარმოებში ხდება. და არ გამოდის ეგ საქმე, მაგრამ ჩვენ არაჩვეულებრივი ფესტივალი გველოდება წინ. დავიწყოთ ახლა მოემზადოთ, გავღერდეთ და გავაცნობთ ჩვენი, ხო? მას ის რა ქვია, ჯერ მუსიკას დავიწყოთ თუ გიტარებით? გავღერდეთ ჯერ. და მე გავაგზავნოთ უკვე ინსტრუმენტი. ყურადღებით იყავი მარი ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით არ დაგიდაბდეს, ხო? ძალიან კარგია ბავშვებო. ხო მართლა მარიკუნა და მახო თეატრში რეპეტიციაზე გაგვიანდებათ დროზე და ჩვენ გავაგზავნებთ შეხავენაზე მუშაობას, ხო? აბა დროზე, იმიტომ არ დავყარებოდ რომ ბავშვებო, კარგად იყავით, არაჩვეულებრივი ბავშვები ხართ, ყოველთვის მომეწონეთ ძალიან. აბა. ნახონდის. აბა კარგად. ნახონდის. კარები ფრთხილად გაიხურე მახო. ბავშვებო, მოდით ახლოს. შეხარ ვენახი, ხო?
სამესადარის დაჩი აბა მოგვეცი რა უნდა აჰა მეკავე მოდი მოგიერთია ვა ჩვენი პახი ხება ხარ ეს ახალ ისკენა ნანა მე მგონი გამოცვალოთ ამას რაღაც არის ხო არა უფრო დიდი აი მაშინ რო ქონდა გაკეთებული სპექტაკლზე ისეთი ღია ფერის მინდა ისეთი ჭირდება ხო ღია ფერის და იქ ორჯერ იყოს მოხვეული ისარჯობდა ბავშვი ისარჯობდა წინა სპექტაკლზე რო ქონდა ხო წინა ფესტივალზე 2 წლის წინ ვინ იყო ათენში ესე იგი გამოდის არ ყოფილა გიორგი დიანა ქეთი ელენე და ნინი ხელი მიცეწია ნანამასწავლებელი ესენი უკვე ხცოვანი მსახიობები არიან გამოცდილი მსახიობები ახალ მსახიობებს მინდა უთხრა 2 წლის წინ ათენში ჩვენი თეატრი ბრწყინავდა აბსოლუტური სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ყველა აღფრთოვანებული იყო ჩვენი ბავშვებით ჩვენი სპექტაკლით და ჩვენი თამაშით ჩვენი მსახიობებით ყველაზე მეტი პრიზები ჩვენ ყველაზე მეტი პრიზები ჩვენ ავიღეთ 4 პრიზი ავიღეთ ხო და აგერ ქალბატონი მარიამი გოგონას როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა იმედია რომ წელსაც იგივე იქნება ჩემი თხოვნა არ ნერვიულობთ საერთოდ ეს არის მთავარი ხო ეხლა ჩამოვთვალოთ სპექტაკლის დაწყებამდე, სპექტაკლის მიმდინარეობის დროს რა არ უნდა გააკეთოს მსახიობმა. რა არ უნდა გააკეთოს. ანდრია. არ უნდა მიხედოს ფარდის წინ ადამიანები ვინ უყურებენ. მაყურებელს არ უნდა გახედოს ფარდიდან არ უნდა გაიჭრიტოს. ეს მთავარი პირობა არის. მახო? და არ უნდა გაეცინოს როცა არ არის სასაცილო და როცა თამაშობს. როცა ჩვეულებრივ თამაშობს. აბა მას კითხოთ. აბა მარი. მაყურებლებს ზურგი არ უნდა შეუტრიალოს. მაყურებელთან ზურგით არ უნდა დავდგეთ. სწორია. დიანა გისმენ? და არ უნდა დაველოდოთ და არ უნდა დაგოაუწყდეს. და არ უნდა ურჩდეთ ასე. გასაგებია. მარი გისმენ შემოგიყვება. ანუ ხალხს არ უნდა უყუროთ, ანუ არ უნდა ვეძებოთ სად არიან, ანუ მშობლები და ჩვენთვის არ არსებობს მაყურებელი, როცა ვამბობ არ არსებობს მაყურებელი, არ ვიყურებით დარბაზისკენ. არის კიდე რა არ უნდა გავაკეთოთ? პულისებში როგორ უნდა იყოს? ვინ იცის? აი ეს იყო ყველაზე აი ყველა მიცის, გიორგი. მაგალითად ვინმე თუ თამაშობს, უნდა დაუგდოთ ყური როგორ რას ლაპარაკობენ, როგორ თამაშობენ და ასე შემდეგ. მაგრამ იქ ვდგავართ ჩუმად და ვემზადებით ჩვენი როლისთვის, ხო სწორია? არ ვიხედებით კულისებიდან. თავარია, ხო? ვიდრე სპექტაკლზე ვილაპარაკებ, მე მინდა ყურადღებით იყოთ, უნდა ნახოთ ყველას სხვა სპექტაკლი. ფესტივალი არის შეჯიბი. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, გული რო არ დაგწყვეს დაუშვათ, ვინმე არ მოგვაქცია ყურადღება, არ დაგვაჯილდოვეს, ჩვენ რატომ არა სხვა რატომ, ხო? ამიტომ ყველა სპექტაკლი უნდა ვნახოთ და უნდა ვიყოთ 3 დღის განმავლობაში, უნდა ვიტრიალოთ იმ დარბაზის სივრცეში. იქ არის ბევრი მაყურებელი, იქ არიან ჟურნალისტები, გეკითხებიან, ბევრ რამეს გეკითხებიან, საიდან ხართ, რომელი თეატრიდან ხართ. უნდა იცოდეთ რა უპასუხოთ. იქ რომ გკითხავენ, რა ქვია თქვენს თეატრს, ცოტა გრძელი სახელია, მაგრამ აბა ერთად თქვათ სუპელამ. თესალონიკის ქართული თეატრალური დასის პატარა თეატრი. ესე. ნანა გახსოვს რამდენხანს ვფიქრობდით რა დავარქვათ თეატრს. ხან რა ვთქვით, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყო სრული სამუშაო და გასაგები სახელი თეატრის. თესალონიკის ქართული თეატრალური დასი. სანამ თქვენ მოხვდოდით. თქვენ 4 წელია ამ თეატრში ხართ.
ჩვენ 8 წელია უკვე ქართული თეატრი გვაქვს თესალონიკში. დავიწყეთ მე და ნანა მასწავლებელმა რო იცოდა. მახას მასწავლებელს ერთი წელიწადი დავსდებდი კუჩში და ვეხერხებოდი, მოდი რა თეატრი გავაკეთოთ, რა მოდი რა. და პასუხს მათეთოს, ნახოთ, აბერტი როგორ გამოგივა, ნახოთ. მე რა იყო და რა მქონდა პირველი მე გავაკეთეთ ასომღერია საქართველოში კონცერტი. სადაც შემქონდა იმის სამანიშვილის დედინაცვალის როლი. სამანიშვილის დედინაცვალი იყო და თავის კარმიდამოში იღებდა სტუმრებს. სტუმრებს, ხო. და ეს ხოდა კონცერტის ნომრები იყო. კონცერტი იყო, სპექტაკლი არ იყო. უბრალოდ იყო თეატრალიზებული კონცერტი და ნანა მასწავლებელი თამაშობდა სამანიშვილის დედინაცვალს, რომელიც თავის კარმიდამოში იღებს სტუმრებს, სხვადასხვა მომღერლებს, საქართველოდან ჩამოსულ მომღერლებს, ადგილობრივ მომღერლებს, მოცეკვავეებს. გამოვიდა ძალიან ლამაზი კონცერტი, მაგრამ სპექტაკლივით სანახავი იყო. და აი იქ შევხედე ნანა მასწავლებას, თქვი კი, ნამდვილად ღირს აქ თეატრის გაკეთება. და დავიწყეთ მე და ნანა მასწავლებობა, იმისფერე გავიდა 8 წელი და გაგვიჩნდნენ ბავშვები, ყავს ახლა ბევრი ძალიან ლამაზი და კარგი ბავშვები, რომლებიც ახლა ნენელა ადგებიან და დაიწყებენ რეპეტიციას. ბოლო რეპეტიციას რა ქვია? აბა თქვენ იცით. მოვემზადოთ, დავიწყოთ. დავიწყოთ. გამარჯობა. როგორ გამარჯობა? მეც მოგესალმებით. მერი ნახატურია. ეს ქალბატონი ლეილა როშკი გახლავთ. რამდენი წელია ჩემო ლეილა რაც აქ ხარ? 28 წელია რაც აქ ხარ. 28 წელია. ბატონო გილა, სხვათა შორის ქალბატონი ლეილა პროფესიონალი მხატვარი არ გახლავთ. ძალიან მაგარი ნამუშევრებია. ეს არის ჭვინავს არკესტავი და ეს არის სპეციალურად გაკეთებული ისე რომ წმინდა ორივეა როგორც პირფიტები გაკეთებული. ეს წმინდანია, ეს თვითონ ავტორი თვითონ არის და გადახატული არ არის. საიდან თვითონ იმას. საოცარი ხელი აქვს. საოცარი. წარმატებები. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ეს ლამაზი ქალბატონი მარიეტა გახლავთ გენაც. ქალბატონ მარიეტას თექაზე მუშაობს, ულამაზესი ნამუშევრები აქვს. ეს არის აბრეშუმი, რომელიც შეღებილია ფოთლებით. ეკოპრინტი. აბა რას გვეტყვით ახლა? აბა თქვენ ნამუშევრებთან დაკავშირებით. რამდენი ხანია რაც ამ დარგში ხართ? რაც თექაზე რაც მუშაობ არის 6 წელია. რაც თექაზე მუშაობ. დავიწყე პატარ-პატარა მინიატიურებით და მერე ცოტა რთულია, მაგრამ მაინც გავათვლი თავი. ჩვენ გვაქვს 2011 წლიდან 12-დან ხატი. ესეც ჩემით. აქ ცოტა განსხვავებული ნამუშევარი გვაქვს ნახატებთან შედარებით. პირველად ვნახე ამ ქალბატონის ნამუშევარი და კი, ძალიან ლამაზია, იცით, რაღაც განსხვავებული და ძალიან საყვარელია ეს ყველაფერი. ეს არის ხისგან გაკეთებული. თქვენ იდულო სულსადა უხებავი და მე ჩვენი საყვარელი ქალბატონი მერი ბირბიჩაძე, გიორგის დედა, იცნობთ რა თქმა უნდა. გამარჯობა. ეს სამი ნამუშევარი გიორგისი არის, მონალიზა, ბარდი, ბებოს დავხატა. გიორგი წავიდა, ხო ათენშია დასული. კი, ათენში არის ფესტივალზე. და ეს თავისი ფანტაზიით დახატა. ქალბატონი დარიკო. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგზანდებით. ულამაზესი ნახატი. თქვენ თვითნასწავლით ხატვას ხარ? თვითნასწავლი და დავდივარ ახლა შესასწავლად ხატვის დროზე. ბრავო. ქალბატონი თინა. გამარჯობათ, გამარჯობათ.
ქალბატონო თინა, აბა რას გეტყვით გენაცვალე გააცანით ჩვენს კონსულს თქვენი ნამუშევარი. აპოლონიდან დაფლი. ბერძნული მითოლოგიიდან. ესეც ბადროს მოცნები. ეს გახდა ფილმის შეგროვება, რომელსაც უკრაინელი მხატვარი. ახლა მივდივარ ბატონ გურამ კუჭულიასთან. და თუ წამოხვიდოდით დიდი სიამოვნებით, თან დავათვალიერებით ქართულ ენას. მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ. ამიტომ მომიკითხეთ ბატონ გურამი, დათვალიერებული სხვათა შორის ეგვენახე. ძალიან მაგარია, იქ სხვა ხეხილიც აქვს დაფესილი და დიდი მოკითხვა გადაეცი, ძალიან კაი ადამიანი, გვერდში გვიგას ყველაფერში. ლეილა მიყვავს პირველად. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა, დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. უღრმესი მადლობა. კარგად. წავედით უკაცრავად გვეჩქარება. მაყოფილი ვარ რა, ისე მიხარია, ესეთი ლამაზი და გემრიელი ყონეს. აი ყველა ახლა როგორი სიტუაცია, ეს არის პატარა საქართველოს შუა დრამაში. აი შეთო ნახავ როგორი სიტუაცია. ხო, ბევრჯერ მომისმენია შენ გადახარ როგორ აქებ დაადიდებ და უნდა ვნახო ერთი რა არის. არა, ვიცი, არა ბევრს უთქვია სხვათა შორის. მასპიძელო! მოძანდით. როგორ ბზანდებით ბატონო გურამ? კარგად, კარგად. სიცოცხლე. ბატონო გურამ, რამდენად მართალია რომ იძახიანო თქვენ ეს ჯიში ყველა საქართველოსდან გაქვთ ჩამოტანილი? კი, თქმა უნდა. მართლა? გაწითელი, საფერავი და ჩინური. ტრადიციული მეთოდით წურავთ ამას. ვაყენებთ. მაგარი. ხის ქვევრებში, ხის კასრებში და მე გადაგვაქვს ქვევრებში. და რამდენი ვაყენებთ ორნაირად, ჭაჭით და უჭაჭოთ. ეს იგი ჭაჭაცა გაქვთ თქვენი? უნდა გაგვაცინჯოთ, ისი არ წავალთ აქ. იქიდან გამომდინარე კი ბატონო. დავალაგოთ. სტუმრები ყვანა, დავაი. ნამდვილად. ყველას პატივისცემა უნდა. ასეთია ჩვენი ქართული წესადეთი არ დავივიწყოთ. ქვეყანა. გადავწეთ ჩვენ შვილებს, შვილიშვილებსა. მოიტა. მოიტა ეს ფალცეტები დავალაგო. მოიტა ეხა. სხარა. გადასწია? ესია. ეს ხელობა საქვისავლეთ, ფალცეტების შეტვა. მაგრამ ჩვენთან არის საქართველოში, კახეთში მარტო გაჩვეტილი მწვადი მიდის. რაც შეეხება შეწამლას, ახლა ვეთვლი რომ ჩემი ვენახი ბიოლოგიურად სუფთა ვენახია. რატო? იმიტომ არავითარ ქიმიკატს მე არ ხმარობ აქ. ერთადერთი რისაც წამლავ, ეს არის შაბიამანი. შაბიამანი და შაბიამანი ნამდვილადაც ვიცი და ნამდვილად მასწავლეს რომ არავითარ ორგანული ნივთიერება და არავითარ გავლენას არ ახდენს მის რაღაც ქიმიურ წარმატებაზე. იმიტომ აქებენ ასე ძალიან რომ უგემრიელესია თქვენი ღვინოც და არაყიც. ძალიან მიხარი რომ ჩემ ღვინოს ეძახიან საკეიფო ღვინო. ჩვენი კუთხე სხვა არის. ჩვენი საქართველო. რა სიზამნო. ეს არ უნდა დავიწყოთ არა დროსა. რაც იქ მამა-პაპამ გვასწავლა. მართალია. რა. ეხლა ისინი ააცხი. აღარ არის ეს მაიტესს და ესეც დაუმატე მაგასაც. დაუმატო. ერთი კარგი სიმღერა, აჭარული სიმღერა, შემწილ ვასყვალ გავდიოდა. შვილებსაც მე იგივე ზუბარებ, ახლა მე შეთანხმება არ მაქვს უფალთან დადებული რომ გარკვე უძლები ცხოვრება, მაგრამ მე შვილებსაც დაუბარებ, ალბათ გააგრძელონ, იმიტომ რომ ქართული სული გაგრძელდეს. გააგრძელე მე. ბატონო გურამ, ირგვლივ რო ხეხილს ხედავ, ისიც საქართველოსდან გაქვს ჩამოთვლილი. საქართველოსდან, ვაიმე გადამრებს მე ესა. მოიტა მეორე მოიტა. ივი. ისმე. გაიწიგით არ გაიწო. გაიწო და. ამას ხის კოზი. ამოვრიე. არ ჩაშალო თენგის. ვიცით რომ ძალიან დიდი რაღაცა კეთდება აქ ქართული.
ძალიან მაგარი ადგილია ეს. ეს არის რაღაც განსაკუთრებული ადგილი. კი ბატონო, ეს განსაკუთრებული ადგილი ამას დავარქი. განსაკუთრებული ხალხის. დიახ, VIP მაგიდა დავარქი. თან და ესეთი წესია თითქოს ჩემი წესია თქვა უნდა, ვისაც უნდა აქ ძდომა და ამის ხათ უნდა წყავის მირთება, ორი კუპლეტი ლექსი უნდა თქვას ქართულად. გივი, ჩემო ძმო, არ გინდა ეხლა კახეთის მიდრებში ვიყო და მწვაცა ვწვამდეთ იქ რა, ვენახებში, ალაზნის პირასა. ალაზნის პირზე ვენახვალე, ალაზნის ვერ, ჩალას. როგორია, ჩვენი ალაზანი? ალაზანი. იქ ახარ გაზდილი. 390 კილომეტრზე გადაჭიმული. საჩადის მერე ბოლო ალაზანი. ალაზანი. ჩადის მინგი ჩაულის წყალსაცავში. წყალსაცავში. დიახ, ნამდვილად. თუ რამე შემიშლის ხელს არ ვიცი ახლა თუ იქნება ტექნიკური ხარვეზი თუ არა დიაში რა მაქვს. ერთი ამ კეთი ქუჩა, რომ მოვდივარ დაახლოებით 700-800 მეტრი ქუჩა, უსახელო ქუჩა. უსახელო როგორც საჯაროდინი ქვია და ამის დარქვევა მინდა ქართული შოთა რუსთაველის ქუჩა დავარქვა. იმიტომ რომ ეს შევიტანო განაცხადი ქალაქის მერიაში და ნება დამხტეს. თანახმარია. ისე რომ ეს იქნება. მე კიდე იქ შემოსასვლელში ნახეთ სადაც ვილა დამილაწირე მეორე მხარეს იქა. ჩემი ისე გადაწყვეტილი მაგიდა თვითონ შოთა რუსთაველის ძეგლი დავდგა. მის უკან რაღაც ბანერები იქნება ალბათ, მთელი რაღაც 12 ბანერი იქნება ესე. უბრალოდ მარმარილოში იქნება ისე თქმა უნდა. რო არ წაიშალოს ისე ქართული შოთა რუსთაველის გამონათქვამები რა. მიუხედავად იმისა, დიდი პატივისცემით ბერძნული სამზარეულოსი, მე ძალიან ვაფასებ იმას, მაგრამ ჩვენ ყველასთვის ვცდილობთ აქ შევინარჩუნოთ ჩვენი ქართული რა. ქართული რაში გამოიხატება ალბათ? ხაჭაპური, ხინკალი და ძვადი ქართული ალბათ. ხო, და დიდი სიამოვნებით ეხლა კიდე არიან ბიჭები. ხო, უნდა დავაგემოვნოთ თან. აუცილებლად დავაგემოვნოთ. დასამოთ ისე წავალ აქედან თქვენი ღვინო რომ არ დავაგემოვნო. მე ჭაჭამინდა. კი ბატონო, აუცილებლად. სიამოვნებით, წავედი დავაგემოვნოთ. ბარაკა, ბარაკა. Diallo feliz Giovanni, te fenomena subire. Diallo feliz da supo, por esa cena de bono. Diallo feliz Giovanni, te fenomena subire. Diallo feliz da supo, por esa cena de bono. Diallo Rinaldo dalla Simon Buyurdi Coris. Ωραία. Καυτερή παιδιά. Κάει πιτζο, τώρα, τώρα. Τώρα πικόπο. მოხმარებელი ყოველთვის მართალია. ამორთესუნია. მოგვეცით კიდევ შეკვეთები სად არიან მიგდანები, მოდი. ჩვენჩხარიდები ხუჩაო. მიხალი πού είσαι, მიხალი? ამი მომებარე. მოდი ჩემთან ჩემო კარგო ჩემო გოგონა მიხარია სად ვიყავი რო იცოდე რა ვნახე გურამისთან ვიყავი ხოლმე გურამი კუნჭულია რა ვაზი აქვს გაშენებული საქართველოდან ჩამოტანილი რა ხეხილი აქვს რა ბაღი აქვს რა ვიყავი წამიყვანო და იცოდე ერთხელ ნაჯერ ჩემთან ერთად ნაფიგის მიხარა ხარმოძღელი მიხალი Έλα, έλα, κόκο, πες το. Σάτσάκι, πάνω, σάτσάκι,
Κουνιέσαι λυγέσαι και το ευχαριστιέσαι. Κουνιέσαι λυγέσαι και το ευχαριστιέσαι. Το Μπουγιουρδί το ξέρεις, το χωρίς καυτέρο. ξέρω, Μελιτζάνα Και Μελιτζάνα ξέρεις, έτσι. Τραγουδία ξέρει. Ωραία, κρίσπι βγαίνει. Βίτσο, თავი დაგვანებე, Βίτσο. Η κολλή με την βούνα που είναι. Τώρα. Σαγάκι έτοιμο. Αχ, Λέιλα, როგორ გამახარე. Όλα καλά. Έχω ისა, რეპეტიცია მაქვს. დღეს გოგო კი, ეხლა უნდა გავიპარო. შენ იმდენი უნდა გაიგო შემოთამამდა. რამდენი ხანი დაგჭირდება? სათნახევარი. კი, დაგვიწყე. სათნახევარი. კაი, ჩემო, კარგო, კაი, მადლობა. მოდი მაკო, მოდი. აბა დავიოთ ვიდრე გოგოები მოვლენ. დორა ჩვეულებრივად გვიან მოვა, რა თქმა უნდა. ეგ ვიცით. მაგრამ ჩემპიონმა დააგვიანა ხომ? ზავო აქამდე რო არ გამოჩნდა გამიყვება. მე დღეს ისეთ წამოვედი რომ როგორ გითხრათ. რომელმა გაგაგიჟა. გამოიყვანეთ საერთოდ გამოვიყვანეთ დილით ერთი მეორე. ეხლა მოვდი ვერ გავით გადაგიჟებული. და როგორ ხარ? ჩვენც ესე რა. მუშავე, მოვედი. ჩამოწე გადავიდე და ეგ არის. მარი გაგიკეთო ყავა? არა, მე არა, აღინა. ეხლა მითხარი რა. არაფერი დაიკო ჩემსკენ, ეს გადაგვენებში ყოფნა. ჩვენი კონცერტის ამდების რა ხდება? ჯერ ეგ მითხარი დრო რამდენი გვაქვს ეხლა? დრო რეპეტიციისთვის. ერთ საათ ნახევარი. მეტი ვერა. სამწუხარო. როგორც ყოველთვის. ეხლა გადავრეკავ გოგოებთან, რომ არ დააგვიანონ ძალიან. იმიტომ რომ მე შენ უნდა გაიქცე. ახლა სანამ ავტობუსი არ მოვა, ისინიც ვერ მოვლენდა. ჯერ მოვიდნენ და მე ვნახეთ. აი მენდა. ეხლა ჩვენი დებიუტი რა ხდება ეს? რა ვიცი, შენი ჩამოყარე შენი შტაბ-ჭრილებები რა ხდება, რა მოგეწონა? როგორც პირველი იყო ძალიან კარგი, ეფექტურად გამოსვლა იყო, შეცდომებიც იყო. რა თქმა უნდა. დაძაბულები, ნერვიულობდით, პირველად დებიუტი, აპრილი არ არის. პირველი ორი სიმღერა არ დამინახავს დარბაზში არავინ, თავი არავინ წერია. მე არ გამიხედავს იქით საერთოდ. მე ხო საერთოდ მე კომპლექსები ეგ რაღაცები მაგრამ. მე არა. მე იქ ერთი ორი ნაცნობი დავინახე ხელი დამიქნიეს. მე ვერ ხედავდი ვერავის არ. აი ჩემი გოგო. მადლობა და. შეგირკო, ძალი გამოგიღო. შემოკარგო. კონი კარელია ვინმე თუ მომიცნა თუ როგორ არის? რავი. სამჯერ. კეთილი იყო. მეორე ხმაც მოვედი. რატო აგვიანე? მეორე ხმაც ძალიან ბევრი სამჯერ. ველოდებოდი დავლევდი რომ თქვი რომ ამოეტანა. გოგო, შენ რამდენჯერ გითხრა? ნუ მოახარე, ნუ მოგა. კაცო, დავლიოთ, წყალი გავიგრინოთ გული. ძინია. ეს კიდე ისა დღეს ბაზარში ვიყავი და სიმინდი მოუხარში. მაზე არ ვიტყვი რატო მოიტანე პირველი კასინჯოა. ჩემთვისაც პირველად თუ წყალი იგებინე. არ შეგიძლია დამიერი ხარ. პრობლემა გაქვს. მადლობა ჩემი გოგო. ეხლა ამას გავარკვევ, გავაგზავნებ, მოგართმევთ. მალევე.
გოგოებო, რატო გიხართ? მოდი დაჯექით. გამიკვირდა, შენ ყოველთვის პირველი ხარ ხოლმე. ხო, მაგრამ რა ვქნა, ხო იცი რომ ერთი პაპისგან მეორე პაპასთან გავრბივარ და ეხლა ცოტა ჩქარა უნდა დავამთავროთ, რომ დავტოვე და საჭმელი და ყველაფერი. მაკოცეგრია ეჩქარი. რა მაგცეს და გამაგცეს. ეხლა დორაზე მიჩეულები ვართ, მოდივად გვიან. გვიანებს. ხო. აი, რამე მიჩეულები კი ვართ, მაგრამ მაინც საყვედური ნაუგიათ. კაი, რომ შეიძლება. ხო იცი რომ არა გვაქვს დრო. რა ვქნა? დალი, არაფერი ამდე შენ ჭირიმე დროზე მოვიდნენ, ისინიც დროზე დავამთავროთ, რომ ხო იცი რომ გველოდებიან მოხუცები და არ ვიცი, შეიძლება გამომაგდოს კიდევაც ამდენჯერ რომ ვაგვიანებთ, ამდენჯერ გვიან მივდივარ, ხო, მართლა. რამდენჯერ საყვედური მითხრა უკვე. ეხლავე დავრეკავ დორაში. მეშინია უკვე მართლა. ჯული რაღა. ლევას აგვიწვია საქმე და. ჯული რაღა იქნა. მე უყვარმა. მე არ ვფერი ვიყომე. არ მასწავლობს. აი შული გამაგოგოს მოკლედ. მაგრამ არც გაემტყუნება და რა ქნას, ეგაც 1000-გან გადარბენა გადმორბენაზეა. საყვედურიც არ მინდა ხოლმე რომ უთხრა. ხო, გოგო. ამდენი პრობლემები, დედა ავატყავს, ბავშვი. კიდე ერთი მოვიდა, ნახოთ ვინ არის, ალბათ ჯული, თორე დორა რა ეჩქარება დორას. აჰა, ხო, გამარჯობა. ხო გითხარით, ჯული, ვინ იქნება? შემოლამაზო გოგოებო, როგორ ახართ? პოლიტიკანი. როგორ ახართ, ჩემო კარგო, ვაიმე, ჩემი გოგო. ეხლა ვერინე რა. ეხლა ვიდრე არ მოეწერები, არ გაჩერდება, ხო იცი? მოიცადე. არ გაიხადო. კაი რა დალი, ბაქი. არა უშალე. არ გაიხადო. როგორ ახართ გოგოებო? კარგად. დალიკო. ეს კარგი, ეხლა უნდა იწყე, კაი, ჩემო კარგო. კაი, ეხლა მოტანილები, ეხლა გავამზადებ და მოვაგებ. ჩემო სიხარო. დანარჩენები აიმანზე არიან, ეხლა შემოვაგებ. გოგოებო! დღეს გავაკეთოთ ანალური, გავიმეოროთ. კარგით? მანამდე დორა მოვა. მინდა მუშაობა მაქსიმუმზე. ხო, ძველები გადავიმეოროთ. ძველები. ყოველ შემთხვევაში მეტი სამუშაო გვაქვს, ხო? და მეგრული. ხო, მათი ხო მალე მოვიდეს და მალე მაჭირხული და რა. მოვა, დამირეკა. ეს მაჭირხულიც მეგრულის გარეშე არ გამოდის ხო? მოიდობე თქვენ სალონიკში ხო იცი კონცერტზე რამდენი მეგრელები მოვლენ და ამიტომ ჩვენ დასაპატივცემულო და მათ საპატივცემულოდ უნდა ვიმღეროთ. ყველა კუთხის უნდა გავაკეთოთ რაჭული. საიდან შემაყოლა მეგრული და მეგრული. ვაიმე ყოველ დღე ტელეფონში რაღაც სიმღერები რა. გარდავა. აი რაჭული ცოტა გარჩეული უკვე. კი, რაჭული დაიმღერო. ყოველ დღე პრინციპში რაჭული. ორივე. ხმერის ხარვალი. სტარტებდა. დამღალა ჩემმა ბაბუამ დამღალა გაიწა. მოვიდა. მოვედი გოგორა. არ იცი რომ დავიგვიანე. ვიცით რომ რაჭული ხარ, ვიცი. გაქს ჯიჩი წოდე. იცი რამდენი ხანია გელოდები დორა, კაი. გაპატიეთ ხანეთ მოგვიტანე, გაპატიეთ. ტრადიციას არავშავს. კარგი, ბაპატიეთ. მაჯობა. გავიხადო ფეხზე? არა. ნოხები აღარ აგია. პირდაპირ შენ ადგილას რომ გოგოებს ეჩქარება. ხო, მეჩქარება ისურდა და ზაღოს მით უმეტეს ეჩქარება. ზაღს მეჩქარება მაგას დავიწყოთ ეხლა მალე რომ ზაღოს ეჩქარება. დავიწყოთ მაკო. მაკოსთან მოდის. მაკოსთან გამიუტანეს. ხო. მოვიდა. რა გვაქვს როგიდე? მაკო მოიცა მაკო. მოდი აქ დაჯექდა. მოდი. მაკო. ზაღო ეგ მაღალია უფრო თხელი ბარიში დავდოთ მამე. არა, ეგინდა, კარგი. ბოთი ფეხი. იჯესუნაც იმიტომ რომ ახლა დიდი. აი ეს რო დაბოლე. ისა დაჭდე, აქ დაჭდე. არა, აქ დაჭდე. მე ადვილი აქ.
ეს მალიშვილი ეს გინდა ბაიოს ბოდი შორტ მაკო მალიშვილი არა იყოს ჩვენი რა აბა ჰიტარგული შენ რითი დავიწყოთ გოგოებო? მესამე ხმავები ერთად ჩვენ. მოდი აქე დალიგვერდზე და შენ იქით თული ჩამოჭდება. ხმები დავლაგდით დროზე ვიცით როგორ უნდა. ცოტა ჩქარა ჭურაობა ვარგენ სამსახურები ჭურაობა მე ჩემი საჭიერი ჭმი უნდა გავიქცე ჩემი ბო რომელიც საღელი დაიწყე ფორმი ყვანა რა ქენი დღეში ძალიან ბევრი სტომარი ყავდა კი ძალიან დავიღალე და როგორ მოვიდოდი კიდე ძალიან მეჩქარება ძალიან და დავბრუნდე არა ისევე უნდა დავბრუნდე რა ხო იცი ესენი ღამის 12 საათზე დავანთავაზეთ ხა დავიწყეთ საქმე ყავა დავლიეთ აგერ ეჩქარებას ეჩქარებათ და ხო ჯული აპოზიციაზე რა ღერი ვარ სამშობლო გოგოებო დავიწყო ოკეი კარგი აბა 3 4 წერები მიფრინავენ საათ შორს რამდენი 4 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 გამარჯობა ბავშვებო როგორ ახართ ბავშვებო
28 წელი გავიდა. მას შემდეგ რაც ჩემი მასწავლებელმა ჩამოაყალიბა აქ ანსამბლი. ჩემი მასწავლებელი რო ყოფილიყო, არც ერთი არ იქნებოდა ხელმოცეკვავები აქ. არც სასაბლი არ იარსებოდა, ლომისი, რაც მე შევქმენი. დანარჩენს ქალბატონანასაც შეუძლია მოგიყვეს, ბატონ ლექსის მეუღლე. 28 წლის წინ საბერძნეთში ლექსომ ჩემმა მეუღლემ შექმნა ცეკვის სტუდია, ცეკვის სკოლა, ასე ქვია ბერძნულად ცეკვის სკოლა. სადაც იყო ორი თაობა, უფროსი თაობა და უმცროსი თაობა. ჩვენი ბექა მესამე თაობა ანსამბლ კოლხის, კოლხი ერქვა სახელი. ანსამბლი მუშაობდა ძირითადად, რა თქმა უნდა, დაიწყო ქართული ცეკვებით, მაგრამ მერე ლექსოს მოუვიდა აზრი, რომ საჭირო იყო ბერძნული შერწყმა ქართულ ცეკვებთან, იმიტომ რომ ჩვენ უცხო ქვეყანაში მოღვაწეობთ, უცხო ქვეყანაში ქონდა კონცერტები, ამიტომ აუცილებელი იყო ეს. ასეც მოხდა ნამდვილად. გააკეთა ძალიან ბევრი ბერძნული ცეკვები. აი, აქედან გამომდინარე გადაწყვეტა ლექსომ შეექმნა ასეთი ბერძნულ-ქართული ცეკვები. მათი შერწყმა გამოვიდა ძალიან ლამაზი. თვითონ თქვენი ბექა მასწავლებელიც ამ ცეკვების ერთ-ერთი მონაწილე იყო და დღემდე არის. რა თქმა უნდა, ერთ დღესაც ალბათ კიდევ მოვალ თქვენთან და გაჩვენებთ ამ ცეკვებს. ბექა მასწავლებელი თქვენი ასაკის რო იყო 15-16 წლის, როგორ ცეკვავდა. ეხლა როგორ ცეკვავს ვიცით, მაგრამ აი მაშინ როგორ ცეკვავდა. მოვედი შვილო, მოვედი ლექსო. ლექსო ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი ბერძენი, რომელმაც 1977 წელს თესალონიკში გახსნა პირველი ქართული ცეკვის სკოლა. ხოლო 1978 წელს ჩამოაყალიბა ანსამბლი კოლხი.
გარდაიცვალა 2012 წლის 6 ოქტომბერს და დაკრძალულია საბერძნეთში. tu espresso, Makani? Mariam, როგორ ხარ? ვი, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგი, შენ როგორ? არა, მეც კარგი. მარი, საღამოთი სტუმრებს ველოდები, ემიგრანტები მიყავს ქართველი. ქართული ლავაში და გემრიელი გამომიგზავნე საღამოთი, ოკეი? საღამოთი, კი, გამომიგზავნე. ბიჭებს გამოვფიქრებ და ძალიან კარგი. შენი ძმა, დაგჭირდა როგორ არის? ჩემი ძმა არის საქართველოში. ძალიან. მომიგიწო შენ, არაფერი არ წასვლას. კი. აგვისტოში მიდაწასვლა და ჩემის ნახვა მინდა. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. შენ თუ მოიწლი გამომგვიარე, ოკეი? კი, ვეცდები. კარგი, კარგად ხარ. კარგად. Sandrigela. Ugure. Radome. Ugure. Denigrat boigo. Nirver round saude. Asageten dirwarugo. Ragazine, Robelka, ragazine. Zaza იყო მოსული, ქართულის ვერაჯვა. იმერეთი. იმერეთი, კი. და ეს როგორც პური მინდაო. სტუმრები ყავს ემიგრანტები. და გავაკეთე ჩა პური შევიდა. ეს საღამოთი გამოიქის. მიღებულია. გამზადე ახლა ეს ყველაფერი. გავასრულეთ ჩვენ სტუმრებს. რამდენი მოდიან? სადღაც იქნებიან ერთი 8-9, რა ვიცი. ძალიან კარგი. სამი ნინო, ორი გუჯა, ლიკა გიჟუა. ჩვენი ლიკაც მოვა რა თქმა უნდა. და გამოსამშვიდობებელი საღამო იქნება რა. ეს დღეს დაგვიდგა უკვე, ხო ხედავ? გავიდა, კი გავიდა 18 წელი. ძალიან გული კი დამწყდება. მივეჩვია ქაურვას, მაგრამ რა ვიზავ, ჩვენი სახლი ყველაფერს გვიჩვენი. ჩემ სახლში ყველაფერს მიჩვენი. წავალ ჩვენს ლამაზ ბორჯომში, სუფთა ჰაერზე და ჩვენ დარჩენილ წლებსაც გავატარებთ ბედნიერად იქით. გახსოვს რომ ჩამოვედით პირველად. ვფიქრობდი რა მაქსიმუმი 1-3 წელი, 4 წელი და ამასობაში გავიდა 18 წელიწადი. ვიღაც ასროვე თქვა. ხო. 18 წელი დარჩებიო ალბათ მე. გავგიჟდებოდით, მაგრამ ამასობაში გავიდა უკვე 18 წელი. მთელი ჩვენი შვილიშვილები ყველა აქ დაიბადნენ. ყველანი აქ გაჩნდნენ. ეხლა ველოდებით კიდევ ერთ პატარას და როგორც იქნა ერთი შვილიშვილი დაიბადება საქართველოში. მართლა არ მჯერავს რომ ბრუნდებით და მართლა არ მჯერავს რომ მართლა ბრუნდებით, მართლა. და ყველა სუსურვებ, ყველა ქართულ სუსურვებ რომ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში. გავაკეთებ. აბარაშობით. მოხოდი დედი. მამლიმუბლი. შერაქენი მამლი პურზე. პურს მოიტანენ. სხვა გინდათ რამე? არა, მეტი აღარაფერი არა. რამდენი მოსულოდები გორგორ? მე მგონი 10 კაცამდე ესე დაახლოებით. ჩვენი საახლობო რა, ვისთანაც ძალიან ახლოს ვიყავით და გავატარ. რა ვქნა, მივდივარ, კეთება გულიც, მაგრამ რა ვქნა. მოგენატრება კი, დედი, მოგენატრება აუცილებლად. თავისთავად 18 წელია ცოტა ხო არ არის კაცო. ძალიან მოგენატრება. რაც აფრიცხოვებს, მაგრამ რაც იზამ. არა, ცხოვრება ესეთია. შენი დატოვება ძალიან გვიგრძნელდება, დედი. ეგ პროგრამიჭერს. აი, მაშინ შორდებით. გამოდიოდი, ცოტა ხანში აქავარ მეც. და თუ რამე გინდათ მითხარით კიდე და ხო, არა მე მგონი არაფერი არ დაგჭირდება. ყველაფერი. აი. ეს დღეს მოვიდა. გამარჯობათ. ინვალე დღეა, ინვალე. გენაცვალეთ ბედნიერი დღეა, ბედნიერი დღე. ჩემო პეტრე გადაგოსხას თქვენი წყალი. ამინ, ამინ. ისურვებთ რომ ყველანი დაბრუნებული ყავით ჩვენ საყვარელ საქართველოს, ჩვენ ლამაზ საქართველოს. ჭირდება დაბრუნება. რა, 18 წელი დავყავით აქ და ვეყოფა, საკმარისია. სამი თვიდან მე გავზარდა უფროსი შვილიშვილი. და ის რჩება. ყველას ხო თავისი ცხოვრება აქვს.
რა ვთქვა, ყოველთვის ჩვენი შვილების გვერდით ვერ მიქნებით, ვერ შვილიშვილების გვერდით. მაია საყვარელი. აქ მაქვს ორი საფლავი, მეუღლის და შვილის. ამიტომ ჩემი დაბრუნება არც მიფიქრია. 25 წელია აქავალ და ყოველ წელს მგონი ახალი წელი რო იწყება, წელს უნდა დავბრუნდე. მე მაგისტროს ეს ნაკრა, მე მაგისტროს. ჩემი ფესები კიდევ მაძლებინებს აქ ჩემი ბავშვები, რომლებიც აი როგორც თქვენ თქვით, რომ საუბრობთ ახლა რომ ჩვენი ბავშვები აქ არიან გაზრდილები და ამიტომ ვერ მივდივართ და ჩემი დიდი სურვილი მონდომება აი აქ მოხჩადებული რომ ამ ბავშვებში რომ აი გავაძლებინო ამ ბავშვებსაც ქართული ენა შევანარჩუნებინოთ, ცეკვა ვასწავლოთ, ყველაფერს ქართულს ვასწავლით. როგორი მე რა კარგები გყავს ყველა. ძალიან ლამაზები, კარგები. ემიგრაციაში ჩამოვედი 94 წლის 16 ოქტომბერს გადმოვჭერი საზღვარი. იმ დროს როცა საქართველოში აფხაზეთის ომი იყო და სამსახურში არც ხელფასი, არც არაფერი და გარშემო ყველა ავად იყო რაღაცა წინა წელს საბერძნეთში ვიყავი დასასვენებლად და მეორე წელს ემიგრანტად ჩამოვედი. აი ყოველივე ამის მერე კიდევ იმასაც დავამატებ რომ როგორ შეიძლება ძნელია რომ აქედან მოწყდე უცებგან არ მინდა წასვლას მინდა და ყოველ დღე მინდა წასვლა რომ წახვიდე და ჩახვიდე იქ აბა ეს მაგრამ რას უყურო цаრიელა კიდლებს აი უბრალოდ რთულია ჩემთვის ღმერთმა აწყონა იმათ სული დედაც მამაც კი ზმაც ოცხალია და ყველაფერი მაგრამ იმას დავისხოვრება აქვს ჩემთვის ეხლა პირადად ცუდად არ გამიგოდა აი როგორც აქ ჩამოსვლისას მომივიდა უცხო ბოჭოლასავით სხვის ნახირში გაერიაო აი ესეთი შეხვედრა მომჩება როცა ჩავდივარ საქართველოში ცუდად არ გამიგოთ აი სული და გულით ვიძახი იმას რომ აი სისხლია და ხორცი ჩემი საქართველოს მიყვარს ყველანაირად მიყვარს არ შემიძლია მაგრამ აი ესეთი გაუცხოებული ვარ აი რომ ჩავდივარ რომ უყურებ აი თაობას ახალგაზრდებს ის ჩემი თაობის თითქმის აღარავინ აღარ შემორჩა ხო ყველა გაფანტულია აი თითქოს სადღაც უცხო ქვეყანაში ვარ. აი ცუდად არ გამიგია. ჩემთვის იმდენად რთულია ამის აღქმა, მაგრამ ეს ფაქტია და ჩემი გავიდა აქავარ ჩამოსული და საბუთი არ მქონდა და როგორც იქნა ბოლოს წავედი საქართველოში, თელავიდან ვარ და რო ჩავედი, აი პირველი რაც გავაკეთე, ავიღე 1 კილა ნახევარი ტრანკილა, ეზოდან კარგი ფუერი მიწა ავიღე ესე და ის კილა წამოვიღე 10 წელს ჩასულის მე. ეხლა მეთქი სიკვდილის აღარ მეშინია და ეხლაც როცა რაღაც არის აი დაღლას რო ვიჟნობა რაღაცას მოხსნი ამას ესე ჩავყოფ ხელს აი ესე და დაურევ ხოლმე დაურევ და ის დაგონება ისეთი საოცარია რომ აი ეხლა დრო უკვე შევასწავლე ასმისები ცოტა გამხიარულდეთ დრო არ არსებობს ვერ მძლევია ღვთიური ნიჭის წასულს ვერ ვარქმევ დროს გარდასულს ან თუნდაც სხვა ჟამს და როცა ძალზე მიხარია ან ძალზე მიჭირს კითხულობ ვაჟას კითხულობ ვაჟას და კითხულობ ვაჟას აზაფული მოვიდა ოვაში აყვავიდა ნუში მომენატრა ისემოვაშიდა როგორც ობლის სიკვდილის ნინოცა აისა აზაფული მოვიდა ოვაში აყვავიდა ნუში შემოსაყვარლო სტუმრებო, დიდი მადლობა გაფასებისათვის, მოგზაურობისათვის. მოვუყოთ, ცხოვრება ესეა. მე და ჩემი მეუღლე გადავწყვიტეთ, რომ უნდა წავიდეთ და ჩვენს მიწაზე უნდა დავსახლდეთ. საკმარისია რაც ვიყავით აქ. მით უმეტეს ერთი შვილი იქით ამყავს, მეორე შვილი აქეთ ამყავს. ეს ხან იქით ვიქნები, ხან აქეთ ვიქნები. მოვუყოთ, დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. მე მინდა კიდევ მადლობა გადაუხადო ამ მიწაწყალს საბერძნეთს სალონიკს რომელმაც აგერ 18 წელი შეგვიფარა და ისე ვარ და ისე მგონია თითქოს ჩემს სახლში ვარ ისე ვარ შეჩოვლები აქაობას გალოცული იყოს ეს მიწა ვერ დავბრუნდები საქართველოში თუ არ წამოვყვენ ჩემი შვილები
იქნებ იქ ყოფნა ჯობდა მდელოში თუნდაც ყოლოდენ დღემდე მშივრები. იქნებ მჯობნიან მე ის დედები, ვინც გაჭირვების შეძლო ატანა. არც ჩემთვის იყო, თუმცა ადვილი საზღვარგარეთში თავის გატანა. რა ჯობდა ნეტა, როგორ გავიგო, ვინ მიპასუხებთ ახლა ამაზე? ოჯახი დრო ორად გამიყო, სხვას რაღაც მიზამს უფრო ამას ზემს. მაგრამ ვერ მოვალ ჩემო მამულო, შვილები თუ აქ უნდა დავდიო და რაც დრო გადის, სევდა მატულობ, შენგან შორს წასვლა გთხოვნა პატიო. შენი წუხილის მის ხალიც არ ვარ, შენ იმდენს უძლებ ტკივილს შვილების. ძალიან მიჭირს გაყრა ორ ბავშვთან, შენ რამდენი გყავს განაშვილები. მე ახლა მივხვდი რომ შევცოდე, რომ წავიყვანე შენგან ბავშვები. უფალო ყველაზე ბედის შემცოდნე მე მოღალატე დედად დავრჩები? დამსაჯეთ, ყველა ტკივილს ვნებდები, ყველა სატაჯვლის გავლა მწადია, საზღვარგარეთში ვერ დაუპერდები, მკვდარსაც კი სახლში წასვლა მწადია. დაგიბრუნდები ოდესღაც ჯერა გულგაპობილი უსულო ლეში, ვერ მოვაღწიე შენამდე ჯერაც ცხოვრებას ვათრევ ოხრით და ნეში. შენთან თუ მოვალ ხელსარიელი, როგორ ჩაგხედო თვალებში ნეტა. მითხარ, როგორ ხარ ასე ძლიერი, მრავალ ემიგრანტ დედების ჩვენი გზა გაიღო. ბევრის ადვილი გადასაწყვეტია, ბევრის ძალიან რთული. კიდევ კარგი რომ გვაქვს საზღვრები გახსნილი და შეგვიძლია წავიდეთ და წამოვიდეთ.